საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათს სტუდიაში მუშაობს ილია მარტყოფიშვილი. ქედების ზონაში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შემდეგ ადგილობრივებმა მიტოვებულ სოფლებში დაბრუნება დაიწყეს. ამის მაგალითები სოფელ ზემოქედში უკვე მრავლად გამოჩნდა. ჩვენი გადამღების ჯგუფით შეესწრო ფაქტებს, რომ სოფლიდან წასული მოქალაქეები სოფელში დაბრუნდნენ და სოფლის მეურნეობას მოჰკიდეს ხელი. ჩვენი ექსკლუზიური რეპორტაჟი ვნახოთ სოფელ ზემოქედიდან. ქედების ზონაში წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ მიგრაციაში მყოფმა ოჯახებმა სოფელში დაბრუნება დაიწყეს. გაირკვა, რომ ახლახანს რამდენიმე ოჯახი სოფელს დაუბრუნდა და წყლის არსებობით დაიმედებულებმა უკვე სამეწარმეო საქმიანობასაც მოჰკიდეს ხელი. 40 წლამდე ასაკის ლევან ბაშარული ორი შვილის მამაა. მას სოფელ ზემოქედის დატოვება რამდენიმე წლის წინ მოუხდა. ოჯახის სარჩენა ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი თელავში ცხოვრობდა. ამბობს, რომ გაცილებით ნაყოფიერი მიწაა ზემოქედში. ამიტომ რამდენიმე თვის წინ გადაწყვეტა თელავიდან კვლავ ზემოქედში მიტოვებულ სახლს დაბრუნებოდა. ამჟამად ეზოში უზარმაზარი სათბურის მშენებლობითაა დაკავებული. კონსტრუქციას საკუთარი ხელით საბანკო კრედიტების დახმარების გარეშე ააგო. აპირებს ბოსტნეული მოიყვანოს. თელავში იყავით სასული თქვენ? იქ ცხოვრობთ. თუ ახლა ჩამოხვიდით? იქ უბრალოდ ცოლებებში ვიყავი. აქეთ წყალი რო არ იყო, ვერ მოვდიოდი რა. აი ახლა გავრისკედა წყალი რო გამოჩნდა ამან გაგაბედინა ხო? წყალი რო დაწყდეს ამ ზაფხულს ჩათვალე რომ როგორც სოფელში ამბობენ, ლევან ბაშარული ერთადერთი არ არის, რომელიც ზემოქედში სასათბურე მეურნეობას პერსპექტიულ ნაბიჯად მიიჩნევს. ამავე საქმიანობით დაკავდა კიდევ ერთი ადგილობრივი გიორგი ჟამურელი, რომელიც ამჟამად სათბურს მეგობრებთან ერთად აშენებს და შემოდგომაზე კარგ მოსავალს ვარაუდობს. ვიტყვი რომ აწლეულების მანძილზე ქედში და ქედების ზონაში საკმაოდ დიდი პრობლემა იყო სასმელი წყალი და ჩვენი ხელისუფლების პირობებს, ჩვენი ძალისხმევის პირობებში აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და რომელ ოჯახში შევედით, ყველგან წყალი მოდის და ჩემთვის ძალიან სასიხარულო და იმედის მომცემი ის, რომ ჩვენ უკვე ორი სათბური ვნახეთ სოფელ ზემოქედში, რომელიც ამ ასე ვთქვათ, დამკვიდრებული სტერეოტიპით უწყრობ ქვეყანაში მომავლის იმედს ნიშნავს. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით გიორგი ჟამურელის სათბურში, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი სათბურია და რაღაც 660 კვადრატულ მეტრზე კეთდება. ეს იმის მაჩვენებელია, თუ წინა წლებში შეუძლებელი იყო აღნიშნული სათბურის გაკეთება, სოფლის მეურნეობის ამ კუთხის განვითარება, დღეს ეს უკვე შესაძლებელია. იმან რომ წყალი მოვიდა, არა მხოლოდ სასმელი წყლის პრობლემა მოაგვარა მოსახლეობაში, არამედ ეკონომიკური კუთხითაც საკმაოდ ეფექტის მომტანია. ყველამ ვიცით, რომ სათბური მომგებიანი ბიზნესია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორი სათბურის გამართვისა და ასე ვთქვათ, სრული დატვირთვის შემთხვევაში, როდესაც სათბურის მეპატრონეები ეკონომიკურ სარგებელს მიიღებენ, ეს გადამდები იქნება ამ სოფლის თუ სხვა სოფლის სიტყვაზე არხილოს თუ ქვემოქედის მოსახლეობისთვის და აღნიშნული სექტორი სოფლის მეურნეობის, რაც მესათბურეობა ჰქვია, რაც საკმაოდ შემოსავლიანია, ფეხს მოიკიდებს აღნიშნულ სოფლებში. ასე რომ ერთი გაკეთებული კარგი საქმე თავის კონკრეტულ ვიწრო ჩარჩოებში არ ჩაჯდა, მხოლოდ სასმელი წყლის პრობლემა არ მოაგვარა, აგრეთვე ხალხს გაუჩინა იმედი იმისა, რომ შეიძლება სხვადასხვა სფეროების განვითარება და ამის ნათელი მაგალითი არის ამ სათბურის ნახვა სოფელ ზემოქედში. წყალმომარაგების გაუმჯობესებით კმაყოფილებას ვერ ფარავენ სოფლის დანარჩენი მაცხოვრებლებიც. ისინი, ვინც მეურნეობას არ მისდევს, იმ დროს იხსენებენ, როცა უწყლობით იყვნენ გაწამებულნი. თუ კი ესე იქნება, აუცილებლად ხალხიც გადავიხდით ამ გადასახადს ჩვენი ისა და რა ვიცი რა. რამდენი წელია წყალის პრობლემა იყო ხალხს? აიმე რაც აქავარს პრობლემა და თან იცი რა საშინელება. აი დაბლა ქონდა კრანი რომ მოვედი მე თვითონ მცხეთიდან ავარ. ამოვიღებდი აქედან კრუშკით ჩავასხამდი ვედრაში, ვედრიდან ბიტონში ვასხამდი და ესე და ეხლა რა ვიცი ღმერთის იმით
გრაფიკით იყო აქამდე წყალი. ეხლა 24 საათი წყალი გვაქვს და ძალიან დიდი მადლობლები ვართ. სუფთა წყალია. ჟოლობის წვიმის წყალი ქონდა, გრაფიკით ქონდა 2 საათი კვირაში ერთხელ და მხოლოდ დასალევი წყალი ქონდა. სახმარიც წვიმის წყალის ხმარობდით. ეხლა გვეღირსა როგორც იქნა წყალი და ძალიან დიდი მადლობლები ვართ. სუფთა და მშვენიერი, კი, სვავთ დასალევი წყალი. 24 საათი გვაქვს წყალი შეპირება რაც იყო როგორც დაგვპირდით ასე გაამართლია სხვა წყალიაც არა ყოფილა ეხლა ვეგეტყვი დაახლოებით არის 78 წლიდან წყალი ჩვენ არ ქონია იშვიათად რომ მოსულიყო მაგრამ ახლა 24 საათი დღეც და ღამეც წყალი არის ვედროთი ავიღებ ერთ ვედროს და ისე რომ აი მარაგი მქონდეს უკვე აღარა საუბნოანკანია თუ სახში გაქვთ? სახში საუბნო არა. ყველა სახში არის. ყველა სახში აქვს შეყვანილი. უბანში ჩვენთან ყველას აქვს სახში შეყვანილი. და მრიცხველიც ყველგან არის. კი, მრიცხველიც ყველგან. მრიცხველისას ვიხდით ნელ-ნელა 5 ლარი თვეში და წყალი კიდე რასაც დასწერს მრიცხველი იმას. ახალი სისტემით, პლასმასის სისტემას, რასაც ვეძახით, სოფელ ზემოქეთში წყალი გაკეთდა 2 წელია. ეს ახალი მთავრობის მოსვლის დროს გაკეთდა მასიურად ყველა უბანში არის შესული ეს პლასმასის სისტემა. ჩვენ და საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ ყოველ დღე 24 საათიანი გრაფიკი გვაქვს. შეიძლება ისაც ავთქვათ სიმართლე, რომ შეიძლება კრიზისული მდგომარეობა გქონდეს ივლისი, როცა ძალიან სიცხეები დაიჭერს და ცოტა დებეტი თუ არ ეყო, მაშინ გრაფიკით მაინც გვექნება 2-3 დღიანი, შეიძლება ეს იყოს 1 თვე ან მაქსიმუმ 2 თვე. დანარჩენი 100%-ით გამოსწორდა ზემოქეთში წყლის მდგომარეობა. საგზნობლად გამოსწორდა მოსახლეობა კმაყოფილია მაკუთხით, რომ წყლის პრობლემა გადავწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოდ. მთელი 100 წელი, 120 წელია ჩვენი სოფლები არის და ეს მდგომარეობა სულ პრობლემა ქონდა წყალზე, სულ წყლის კრიზისი ქონდა და ეხლა უკვე თამამად შემიძლია თქვა, რომ ზემოქეთში წყლის პრობლემა აღარ არის. რეზერვუარი ჩვენთან არის სოფელ არხილოსკალოზე. იქიდან ნაწილდება წყალი, ვიღებთ სამ სოფელში ერთი სათავე ნაგებობა, კი. ქვემოქეთშიც იქიდან მიდის, ზემოქეთშიც არხილოდან ნაწილდება ეს წყალი და საგზნობლად გამოსწორებულია, რა შეიძლება ითქვას, რომ რჩება უბანი, სადაც დაქსელვა არ გაკეთდა. არც ერთი უბანი, აი თამამად შემიძლია თქვა, რომ სოფელ ზემოქეთში უბანი არ დარჩა. გამოტოვებული უბნები იყო სადღაც 2-3 უბანი, რომელიც წელს დასრულდა და წედი შეკვრა ქვია მაგას, რომელიც დაერთებები იყო საჭირო და გარკვეულ უბნებს არ მიეწოდებოდა. ამ წედის შეკვრამ ისეთი საგზნობლად შეღავათი მისცა, რომ ყველა უბანში უკვე გამოსწორდა წყლის მიწოდება და აღარსად კრიზისი აღარა გვაქვს. უკვე მე რამდენი წელია დედოფლის წყაროში 26 მაისი მასშტაბურად აღინიშნება, ასე იყო წელსაც, თუმცა წელს სიახლე იყო ის, რომ დედოფლის წყაროელი მეწარმეების მხარდასაჭერად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჩაატარა გამოფენა გაყიდვა სახელწოდებით წარმოებულია დედოფლის წყაროში, სადაც ადგილზე წარმოებული პროდუქცია გამოიფინა. ჩვენი მორიგი რეპორტაჟი სახალხო დღესასწაულიდან. ჩვენი სურვილი იყო რომ მაქსიმალურად მეტად საერთოდ სურვილია რომ მეტად და მეტად წარმოჩინდნენ დედოფლის წყაროელი ადგილობრივი მეწარმეები, ფერმერებიც და ნებისმიერი სხვა საწარმოს მეპატრონები, ასე მეწარმეები, რომელსაც შეუძლიათ რომ ასე რაღაც თავისი ნიშა ბოლო-ბოლო დაიკავონ ქვეყანაში, ხო, რაღაცას ვაწარმოებთ.
ეს არის მთელი ამ ყველაფრის იდეა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი მეწარმე გავაცნოთ, გავხადოთ პოპულარურიც და გაუჩინოთ სხვებსაც სურვილი, რომ ისინიც მომავალში გახდნენ მეწარმეები. დღეს გამოფენილი არის ყველის და რძის პროდუქტები და რძის ნაწარმი, არის ასევე ღვინო, გამოფენილი არის სხვადასხვა ცხოველებიც, ფრინველებიც. ხელოვნური განაყოფიერების სერვისი უკვე მესამე წელია ფაქტურად დავნერგეთ, ასევე დავნერგეთ საკვების საწარმო, სადაც ჩვენ თვითონ ვამზადებთ ადგილობრივ ნედრეულზე, ჩვენ თვითონ ვამზადებთ საკვებს და ფერმერებს დავაზობთ ასე ვთქვათ, ადგილობრივ წარმოების პროდუქციას. ხოლო ხელოვნურ განაყოფიერებას რაც შეეხება, ის ძირითადად იმპორტირებული არის ევროპიდან, ანუ მაღალპროდუქტიული ბუღებიდან და ვანაყოფიერებთ ადგილობრივ ფერმერების საქონელზე. შედეგი არის თვალნათლივ, შეგიძლიათ ნახოთ, გაცილებით ორჯერ და სამჯერ დიდია იმას ერთ და იგივე ასაკის, ასე ვთქვათ, ბორებთან შედარებით ჩვენი ადგილობრივი ხელოვნური განაყოფიერებით მიღებული ბორები. საკვებს ვაწარმოებთ ყველა ასაკის მიხედვით ცხოველებში და საკვებს ვაწარმოებთ ასევე ყველა ცხოველისათვის და ყველა ფრინველისათვის. დროხა, ღორი, ქათამი, ფრინველი, ურძელი, ასე შემდეგ ყველაფერთვის ვაწარმოებთ საკვებს და ასევე ფერმერებს აქვს ჩვენთან დედოფლისწყაროში შეუძლიათ რომ ვისაც აქვს თავიანთი პირადად ხორბალი ან ქერი ან სხვა რესურსი ჩვენ საწარმოში დაამზადონ უკვე უფრო გამდიდრებული საკვებით და შედარებით იაფთფასი დაუჯდეთ ვიდრე შორეულ საბაზრო ღირებულებად. რამდენად არის მოთხოვნა პროდუქციაზე? პროდუქციაზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა საკმაოდ. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვიურად დაახლოებით 10-15%-იანი ზრდა აქვს საწარმოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა კმაყოფილი არის. ჩვენი სურვილი ის არის, რომ ამგვარი გამოფენებით იყოს რაც შეიძლება მეტად ადამიანების წახალისება, ვინც მეწარმეები არიან და ასევე იმ ადამიანებისთვის იყოს ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ვინც თუნდაც თავის მეზობელი რა საწარმოებს და როგორ რამე საწარმოებს არის. ანუ ჩვენ ერთმანეთის უნდა გავაცნოთ ერთმანეთს ამ გამოფენის იდეა ეგ არის და ასევე ჩვენი პროდუქცია ზოგადად გავაცნოთ ყველას. საქართველოში, თბილისში პირველ რიგში და ასე შემდეგ. ნელა უნდა გავფართოვოთ. დამოუკიდებლობის დღე 2013 წელს ვისა გავხდი მუნიციპალიტეტის გამგებელი. სწორედ ამ ფორმატში გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვეტარებინა ეს უნდა ყოფილიყო სახალხო ღონისძიება. იმდენად მოეწონა ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, დედოფლის წყაროელებს, რომ მას შემდეგ 2013 წლის შემდეგ 2013, 14, 15 და დღეს უკვე 2016 წელსაც ზუსტად ანალოგიურად იმართება. ეს არის სახალხო დღესასწაულის ფორმატი, როცა ყველა სოფელს ეძლევა საშუალება, ყველა წარმოებას ეძლევა საშუალება თავისი პროდუქცია გამოფინოს, დეგუსტაციები მოხდეს, მოსახლეობა ერთმანეთს შეხვდეს, დღესასწაული იყოს ნამდვილი და დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აღნიშნოს სწორედ ასე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი შეწირეს, უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის და ჩვენ გვექნება როგორც დამოუკიდებელი, ასევე ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო. აქვე მინდა გითხრათო დღეს 44-მა ჩვენმა წვევამდელმა დადო დღეს ფიცი მთელ საქართველოს წვევამდელებთან ერთად და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მათი მომავალი სამხედრო კარიერა იქნება მშვიდობიან პოლიტიკაზე აგებული და მშვიდობიანი პოლიტიკით იქნება ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, სიძლიერე, დამოუკიდებლობა დაცული. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ზეიმობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს თითქმის ყველა სოფელმა წარმოადგინა თავისი საკუთარი ნატურალური ნაწარმი. ჩვენმა სოფელმა არბოშიკმა ტრადიციულად წარმოადგინა თავისი ცნობილი ღვინოები. დღეს გვაქვს 7 სახეობის ღვინო წარმოდგენილი. სოფლის ტერიტორიებს მიხვდეთ, ეს არის ვაკე, გზირიანი, ფარხაჩაანი, გზირიანი, მეორე ასევე და სხვადასხვა სახეობის ღვინოები, საფერავის სხვადასხვა სახეობები გვაქვს ასევე წარმოდგენილი. გაწითელი ცალკე გვაქვს და კიდევ სხვა ჯიშები გვაქვს წარმოდგენილი, რომელიც ყოველთვის მოწონებას იმსახურებს და იმსახურებს. მევენახეობა სოფელ არბოშში წამყვანი დარგია. ოდითგანვე დაახლოებით 100 წელიწადზე მეტად სოფლის გარშემო გვაქვს ვენახები. შემორჩენილ დღესაც უნიკალური ჯიშები ჩვენ სოფელში. ასევე გვაქვს სინაგის რაიონში ხირსის ტერიტორიაზე ვენახები, რომელსაც სულით და
ვაკეთებთ საუკეთესოდ. ცივი არ არის, ხმალი ხანჯალი, წამოვიდე სოფელი არბოში. რამდენი ხანია რაც ამ საქმეს მიიღო? თითქმის 20 წელია. სამჭედლო მაქვს სახში და მე და ბიჭის დახმარებით მთელი ოჯახი ვაკეთებთ ამ საქმეს. ეს რატო გამოფინა? რატო გამოფინა წამომეჩი და ჩემი სოფელი არბოში. დამოუკიდებლობის დღეს გამარჯვება სუერთება თავის გამოფენით, თავის სუფრით, ერთობლივი ნახატებით გამარჯვების სოფელი მონაწილეობს, სოფელმა გააკეთა ეს დღესასწაული. ყველა ქართველის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ყველაფერი მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ჩვენი პირი შევა. გამოფენილი გვაქვს სხვადასხვა სახის ნამუშევრები. ეს ნამუშევრები არის მოსწავლეების, ეს მოსწავლეები მუშაობენ ხარჯების მუზეუმში, ხელგარჯერების წლებებში, წელია ჩამოყალიბებული. გამოფენის დღეისთვის ეს ნამუშევრები. თორემ წარმოაჩინეთ ჩვენი შრომა. მთელ საქართველოს მიულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. უსურვებ გაჭირვებული კაცი. დაღვრეული კაცი არ გვენახოს. ყველა ბედნიერი ყოფილიყოს. ორი ნომერი შევასრულებთ ქართულ ხალხურ მედოლეთა ბიჭუნათა ჯგუფი გამოვიდა ძალიან კარგად გახარებულები არიან. შევასრულებთ აჭარული ცეკვა განდაგანა, რომელიც დიდი სიყვარული და მოწონება დაემსახურა. ფიქრობთ, ბევრს ნიშნავს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ სოფელში, სადაც დიდი სიყვარული უნდა ვჭქებდეს, ხელოვნება მაღლა უნდა მიდოდეს და ცხოვრობდეთ კარგად. საერთოდ რაც შეეხება პურის ღვინის ფესტივალს, რომელიც დღეს გაიმართა, შედეგები კომპეტენტური ჟიურის მიერ შეფასებული გამოვლინდა და ასეთია. მე დავიწყე პურის კონკურსში გამარჯვებულებით. ესენი არიან პირველი ადგილი ზაზა ჯანაშვილი, სოფელი ხორნაბუჯი. მეორე ადგილი ჟუჟუნა არაბული, სოფელი გამარჯვება და მესამე ადგილზე პურის ფესტივალში გამოვლინდა გამარჯვებული ეს გახლავთ ლია ჯვარშეიშვილი, სოფელი საბათლო. საუკეთესო სუფრაზე იყო ნომინაცია და საუკეთესო სუფრა ანუ ტაბლა როგორც ფიზიკში იტყვია წარმოადგენს სოფელებმა ახილოსკალომ და ზემო მაჩხანმა. საუკეთესო კუთხე ეთნოგრაფიული წარმოადგენა საზოგადოებრივმა კოლეჯმა აისმა და დღევანდელ ფესტივალზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ღვინოების კონკურსი და ღვინოების კონკურსში გამოვლინდა შემდეგი გამარჯვებულები. საუკეთესო თეთრი გლეხურად დაყენებული ღვინო მოსულიშვილი არონი, სოფელი ოზაანი. საუკეთესო საფერავი ნოდარი ბაღაშვილი, სოფელი არბოშიკი. საუკეთესო ქარხნული ღვინო შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ზედაშე, ткаწითელი გახლავთ ევროპულად დაყენებული. საუკეთესო წითელი ღვინო ალექსანდროული ზეცვა მარტიაშვილმა წარმოადგინა სოფელ ქვემოხედიდან. საუკეთესო დაძველებული ღვინო გულო ნადირაშვილი სამთაწყარო. საუკეთესო ორიგინალური ღვინო კაბერნე გოჩა ანთაურმა წარმოგვიდგინა დღევანდელ კონკურსზე სოფელ არხილოსკალოდან. ბიოლოგიურად სუფთა ღვინო კი დალი ბიკაშვილმა სოფელ არბოშიკიდან. დღეს გაიმართა ასევე ფოლკლორული კოლექტივების ფესტივალი და საკმაოდ კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა გამარჯვებულები. ესენი გახლავთ ქორეოგრაფიაში ფიროსმანის და სამთაწყაროს მოცეკვავეთა ანსამბლი. საუკეთესო სადებიუტო გამოსვლა ჰქონდა დღეს ქორეოგრაფიულ ანსამბლს შირაქის პატარა აღსასრულებს ალექსანდრე გაბრიელაშვილის ხელმძღვანელობით. საუკეთესო ინსტრუმენტალური შესრულება გვიჩვენეს მედოლებიჭებმა სამთაწყაროდან, ოზაანიდან ხალხურ საკრავთა ანსამბლმა ლევან ხუნაშვილის ხელმძღვანელობით და ახილოსკალოდან წარსდგნენ საუკეთესო ინსტრუმენტალისტები. ვოკალს რაც შეეხება, გელა გველუკაშვილი არის ხელმძღვანელი ამ ანსამბლის და ეს გახლავთ ხამლეთ გონაშვილის სახელობის ქართული გალოვის და ხალხური სიმღერის სკოლის გუნდი. მათ დაიმსახურეს ჟიურის ყველაზე დიდი მოწონება. შემდეგი გახლავთ დალი ელისაშვილის გუნდი მანდილი დედოფლის წყაროს კულტურის სახლთან არსებობს. მე მინდა მიულოცო დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მთლიანად საქართველოს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მაცხველულის ყველა ღირსეული საქართველოს მოქალაქისთვის ეს დღესასწაული არის ყველაზე დიდი დღესასწაული, რაც კი შეიძლება გააჩნდეს ადამიანს. ჩვენ დედოფლის წყაროში
ქალაქის თავარ გამზიზე რუსთაველის ქუჩაზე ვიზეიმეთ ეს დღესასწაული. ტრადიციულად ყველა სოფელმა წარმოადგინა თავისი ეთნოგრაფიული კუთხე, თავისი ხალხური რეწვის ნიმუშები, თავისი კულინარიული ნიმუშები. მე მგონი ძალიან კარგად ჩაიარა ღონისძიება. ტრადიციულად ჩვენი სასოფლო-სამეურნეო და მუნიციპალური ტექნიკის გაუმფენა და ასე ვთქვათ აღლუმიც მოეწყო. ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჰქონდა წლევანდელი ღონისძიებისთვის. დედოფლისწყლის მუნიციპალიტეტმა დაიწყო ადგილობრივი მეწარმეობის და ადგილობრივი მეწარმეების ხარდაჭერა და ამის ფარგლებში ჩატარდა სწორედ ადგილობრივი პროდუქციის გაუმფენა გაყიდვა, რომელიც პირველი არის და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ აღნიშნული გაუმფენა გაყიდვები, აღნიშნული ღონისძიებები და მუნიციპალიტეტის მხრიდან ხარდაჭერა მომავალში კვლავ გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ღონისძიებები და გაუმფენები უფრო მასშტაბური და უფრო წარმატებული იქნება. დედოფლისწყაროში საკმაოდ ბევრი პროდუქცია იწარმოება. თბილისის ნახევრის მინიმუმ მომარაგება დედოფლისწყაროში ნაწარმის სულგუნით ხდება და ძის პროდუქტებით. ძალიან კარგი იდეა არის, რაც მეტი პოპულარიზაცია მოხდება, რაც მეტი სანდოობის გაზრდა იქნება ადგილობრივი პროდუქციის ჩვენი მოქალაქეების თვალში. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი წელში გამართული ფერმერი ბიზნესმენი გვეყოლება. ქართულს ვუწევთ დღევანდელ ლამაზ დღეს და მართლაც დაუწყარი დღე ვაჩუქეთ დღეს დედოფლისწყაროელებს ყველა იმ ადამიანმა, ვინც აი ამ ფესტივალისთვის და დღევანდელი დღისთვის დაუზოგავად იშრომა ხელმძღვანელობიდან დაწყებული, აი სულ ბოლო ადამიანით დამთავრებული, ვინც დღეს ამ ქალაქში შექმნა საოცარი დღე. ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო, მადლობელი ვარ უფლის, ჩვენი ეპარქიის, ჩვენი მეუფის, მათი ლოცვით, ღვთისნებით. დღეს დედოფლისწყაროში გამოსდა, რომ ადამიანების ერთად დგომით ძალიან კარგი დღე და დიდი სიხარული შეიძლება ვაჩუქოთ ერთმანეთს. ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე გაიმართა დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლაში, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის და ქართული მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე ალადაშვილის 140 წლის თავს მიეძღვნა. ამავე ღონისძიებაში მონაწილეობდა ამ პროფესორის შვილიშვილი, ამერიკაში მოღვაწე პიანისტი, იამაჰას პირველი ქართველი არტისტი ედიშერ სავიცკი. ჩვენი მორიგი რეპორტაჟი დედოფლისწყაროდან.
გამომად შემიც შეიძლება ითქვას, რომ ეს ფესტივალი არის ქართული კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. 11 წლის განმავლობაში ფესტივალი გადის რეგიონებში, დღეს ვიმყოფებით დედოფლის წყაროში, თქვენ ხედავთ უკან, როგორი საინტერესო საზოგადოება დაგხვდა დედოფლის წყაროს, ასე ვთქვათ, მელომანები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფესტივალის აი ამ კულტურულ დეცენტრალიზაციის მცდელობას, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ გავაცოცხლეთ რეგიონები, ჩვენ თუ არ გავაცოცხლეთ პერიფერიაში ეს კულტურული ცხოვრება, ისე მარტო დედაქალაქში ჩატარებული კონცერტებით ფონს ვერ გავალთ. ეს დიდი სიამოვნება, ამიტომ რომ არც ისე ხშირად ვისმენთ ხოლმე ედიშერს საქართველოში და მისი შესრულება ეს დაინტერესებს თქვენ მსმენელს. დავდივართ მუსიკოსები, რომ კლასიკური მუსიკას პროპაგანდა გაუწიოთ, ეს აუცილებელია. და პატივი ვცეთ იმ ხალხს, იმ პედაგოგებს, ვინც რაღაც ბოდიში და ფაქტურად უსასყიდლოდ მუშაობენ პატარა ბავშვებთან. ეს ჩემი აზრით დიდი გმირობაა, ყველას მადლობა მინდა გადაუხადო იმ პედაგოგებს. ალექსანდრე ავადაშვილის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა და აღდგომიდან ამაღლებამდე ერთი კონცერტი სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრე კონსტანტიამ გადაწყვიტა, რომ დედოფლის წყაროში ჩატარებული იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ აბაშიკში ცხოვრობდა, ავადაართობაში დაიბადა ბატონი ალექსანდრე, გახდა პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი, იყო ძალიან დიდი პიროვნება და მან ფარმაკოლოგიას ჩაუყარა საფუძველი, ფუძემდებელი იყო თერაპიული განყოფილებისა და დღეს აღენიშნა 140 წელი და ეს კონცერტიც მიეძღვნა მას. მოხარული ვარ, რომ დედოფლის წყაროში ჩაატარდა ეს ღონისძიება ჩემი დიდი ბაბუის ალექსანდრე ავადაშვილის ზონას მიესწნა ეს კონცერტი, რომელიც წარმოშობით აქედან იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აღმოჩნდი ამ მხარეში, სადაც არ ყოფილ ვარ, ძალიან დიდი ხანია უკვე ბავშვობის შემდეგ 18 წელი ამერიკაში ცხოვრობ უკვე მithumetes და ასევე ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების, რომლებიც მოგზაურდნენ და ასე დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს ჩემ მიმართ და აგერ აი ჩემი ნათესაობის მიმართ. ეს ისე თქვი იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით აქ დედოფლის წყაროში. ალექსანდრე ავადაშვილი ეს ლეგენდარული პიროვნება და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები მის საიუბილეო საღამოსადმი მიძღვნილ კონცერტს, სადაც ჩამოსული არიან ჩვენი სამუსიკო საზოგადოების წყინვალე წარმომადგენლები და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ბატონი ალექსანდრე შვილთაშვილი, ცნობილი პიანისტი ბატონი ედიშერ სავიცკი და ძალიან ამაყება, რომ ორმაგი სიხარული მაქვს, ერთი ხელოვნების ზეიმის მომსწრე და დამსწრე და მეორე ასეთი დიდებული პიროვნების საიუბილეო დღე. დედოფლის წყაროელი მსმენელი აზიარა იმ კულტურას, რომელიც ჩვენთვის ესოდე მონატრებულია და კლასიკური მუსიკა მოგეხსენება დედოფლის წყაროში ყოველდღე არ იმართება. თქვენ დაინახეთ დარბაზის რეალსია, რომელიც სავსე იყო და სულგანებული უსმენდა ამ შესრულებას. დღევანდელ კონცერტზე აშკარად ვიგრძენი, რომ ეს საჭიროება დიდი ხანია ესეთი ლამაზი საღამო არ ყოფილა დედოფლის წყაროში და ალბათ მონატრებული იყო ჩემს მსგავსად ადამიანებიც და ამაზე მეტყველებდა ის ოვაციები და დიდი სიხარული, რაც მოხდა აი ამ ლამაზ საღამოს, ამ ლამაზ კონცერტს. თქვენ უყურებთ ток-შოუ დედოფლის წყაროს საათს, სტუდიაში მუშაობს ილია მარტყოფლიშვილი, ახლა კი ჩვენი გადაცემის სტუმრების შესახებ. გასულ კვირას დედოფლის წყაროში ცნობილი პოეტი ზაურ გონაშვილი გარდაიცვალა, მნიშვნელოვანი დანაკლისია ეს ადგილობრივებისთვის.
და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში და ჩვენი სტუდიის სტუმრები დედოფლის წყაროს მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარე ნატო ყატაშვილი და ამ ასოციაციის წევრები თამაზ ტიკლაური და ლევან ალავერდაშვილი. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ, სამწუხარო ამბავზე შევიკრიბეთ, თუმცა მისი შემოქმედების და ღვაწლის შესახებ მინდა ვისაუბროთ. ნატო შენით დავიწყოთ. ზაურ გონაშვილის ნიშნულობაზე გვესაუბრე. გამარჯვებით, მოგესალმებით, მართლაც სამწუხარო ფაქტმა მოგვაგროვა აქ ზაურ გონაშვილების კიდევ ერთი საოცარი წარმომადგენელი 1927 წელს დაიბადა დედოფლის წყარის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯაფაიძეში. ზაური ადრე დაობლდა, ბავშვობიდანვე ყოფილა გამორჩეული ბავშვი, ძალიან გულწრფელი, ალალი, მშრომელი, პატიოსანი. ყველა ძალიან დადებითად იხსენებს, ყველას ძალიან უყვარდა. ზაური სულ პატარა ასაკიდანვე მუშაობდა ყოველთვის, იყო მშენებელი, მაგრამ თავდაპირველად ის ახალგაზრდა მუშაობდა სახელოსნოში, სადაც ამავე პერიოდში მუშაობდა ცნობილი პოეტი ობოლა ჯალაბაური. გული გულს იცნობსო და ობოლამ თავიდანვე შეამჩნია თურმე ზაურის ნიჭი და ლექსებში გამოიწვია. მიწერდა პასუხობდი, იხსენებდა ხოლმე ბატონი ზაური. და ასე კაფეაობაში გადიოდა დრო. ბოლოს ობოლას მიუტანია ბატონი ზაურის ლექსები დედოფლის წყარის მუნიციპალიტეტის გაზეთში შირაქი და პირველად აქ დაიბეჭდა ზაურ გონაშვილი. იმდენად თავმდაბალი იყო, ის ალბათ არასოდეს წაიკითხავდა ხმამაღლა თავის ლექსებს. ძალიან თავმდაბალი იყო, გავიხსენებ, ამას წინა ჩვენ ვეწვიეთ სოფელში, ზუსტად ჩვენ ვიყავით მე, თამაზი და ლევანი მასთან. გვიმას პინძდა, ძალიან გაეხადა და აღნიშნა რაღაც ამ ბოლო დროს ვეღარ ვარ ისე გული მეჩის, მაგრამ ძალა აღარ მყოფნის და ვთქვათ ბატონ ზაურ, ახლა უნდა წერო, გასაგებია ვეღარ აშენებ, მაგრამ წერის დრო მოვიდა. და ასეთი რაღაც თქვა, მხოლოდ ერთი ლექსი დამაწერინა ისეთი, რომ მომეწონოს და მეტი აღარაფერი მინდაო. მის ლექსებზე და შემოქმედებაზე მოგვიანებით ჩემი მეგობრები ისაუბრებენ და თქვენ თვითონ შეაფასეთ როგორ წერდა. თვითონ კი ასეთი თავმდაბალი ადამიანი იყო. ბატონი ზაური, როგორც უკვე აღნიშნეთ, მშენებელი იყო, მის სოფელში, ან ჯაფარიძეში, სადღაც 90-95% სახლების, რომელიც არის, ბატონი ზაურის აშენებულია. ყველა სახლში თითქმის წვლილი აქვს შეტანილი მშენებლობაზე. მომდურავი არასოდეს არ ყოლია, მთელი სოფელი მას ლოცავდა, ყველას ძალიან უყვარდა, მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბატონ ზაურს პირადად ვიცნობდი, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი მართლა. სიყვარულს, პატიებას, ერთგულებას შეუდარდა, ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, მართლა ვინც იცნობდა ამას ყველა და ყველა აღიარებს. ბატონი ზაური თავს ბედნიერად თვლიდა და იცახდა უფალმა გამომარჩია და მომცა ძალა რომ ტაძრები ვაშენო. მას აქვს 9 ტაძარი აშენებული და რესტავრირებული. მათ შორის მიკვირდა, როცა უყურებდი, როგორ იდგა ეს ჭარმაგი კაცი ხარაჩოზე და როგორ მუშაობდა. მაგრამ უფალი მაძლევს ძალას, ასე იცახდა ხოლმე თვითონ. მან ააშენა 2 ტაძარი, დედოფლის წყარის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია და ელია თესბითელის სახელობის ეკლესია ელიას მთაზე. ესეც დედოფლის წყაროში. რესტავრაციაზე მუშაობდა სოფელ ჯაფაიძეში, სამრეკლოში, სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი აღადგინა, ზემო მაჩხანში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ნეკრესშიც კი აქვს მიღებული მონაწილეობა. აღდგენა რესტავრაციაზე, კელიების აშენებაზე. დედაქალაქშიც აქვს რამოდენიმე ტაძარის აღდგენაზე მონაწილეობა მიღებული კი. იყო ძალიან კარგი მშენებელი, ასე ვთქვათ, ისევე როგორც კარგი პოეტი და კარგი ადამიანი. ზაურ გონაშვილი დედოფლის წყარის მწერალთა გაერთიანების წევრი იყო გაერთიანების დაარსების დღიდან.
ერთად მახსოვს როგორ დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ სარიელი ხელებით და ასე ამ ორგანიზაციის შენება, ასე ვთქვათ. ბევრი რამ გავაკეთეთ, მოგეხსენებათ თქვენ იცნობთ ჩვენს მუშაობას მეტნაკლებად და ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო ბატონი ზაური. მისი ლექსები არის დაბეჭდილი დედოფლის წყაროს მწერალთა გაერთიანების მიერ გამოცემულ სამტომეულში, ეგრეთ წოდებულ სალბუნებში. არის მისი ორი წიგნი დაბეჭდილი, რომელიც ფიქრი გორა და გულისხმა, რომელიც სანატრელშვილიშვილს ილიას მიუძღვნა, პატარა ილიას. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტო ზაურ გონაშვილი კი არა, მისი ქალიშვილი ლელა გონაშვილი და მისი მეუღლე გიული სამკვაშვილიც წერენ და სხვათა შორის საკმაოდ კარგ ლექსებს. ასე რომ არსებობს გიზიგში ერთი ლამაზი თბილი ოჯახი, რომელშიც ცხოვრობდა ბატონი ზაური. და სამწუხაროდ გამოაკლდა ამ ოჯახს, მაგრამ ამ ოჯახს კი არა, მართლა მთელ სოფელს გამოაკლდა და მთელი სოფელი განიცდის და ტირის. ეს იყო იშვიათი პიროვნება, დიდი პოეტი. მე ამას თამამად ვამბობ, გაეცნობით მის შემოქმედებას და მართლა ძალიან კარგი პოეტი იყო და ძალიან დიდი ადამიანი. მიხარია და მადლობელი ვარ დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტმა ბატონი ზაურ გონაშვილი სიცოცხლეშივე დააფასა და გაახარა. 2015 წლის 2 აგვისტოს ბატონ ზაურ გონაშვილს დედოფლის წყაროს საპატიო მოქალაქედ გამოცხადა ზაურ გონაშვილი და მას საპატიო ჯილდოც გადაეცა. ასეთი დიდებული ადამიანები ისე არ უნდა მიდიოდნენ. ბატონო ილია, მადლობა თქვენ ამ გადაცემისთვის, რომ მოგვეცით საშუალება ფართო საზოგადოებას წარუდგინოთ ზაურ გონაშვილი. თქვენ რას გვეტყოდით ზაურ გონაშვილის? თორდა დავამატებ, კომუნისტურ ეპოქაშიც შრომის წითელი დროშის ორდენი ჰქონდა მიღებული სხვათა შორის. ესეც და კიდევ გენეტიკაზე მინდა ვისაუბრო. თვითონ ეს გვარი გონა გონების ნათელი გონებიდან მომდინარეობს ფაქტია, ყველა ვიცით ეს ძილძველი მკვიდრი და ის საწყისი ამათი გვარის არის ეს მირზაანი. დედით იყო ფიროსმანაშვილი და ნიკო ფიროსმანაშვილი ძალიან ახლო ის და თვითონაც ხატვის ნიჭიც ჰქონდა. ამას ამბობდა რომ ეს ხატვის ნიჭი ყოველთვის დედის უფრო იმის მხრიდანაც მაქვს, მაგრამ მამის მხრიდანაც თვითონ ეს გონაშვილები ძალიან უჭკვიანესი ხალხია და ზაურის იმდენი ჰქონდა ნაკითხი და ყველამ ვიცით, რამხელა უნიკალური ბიბლიოთეკა აქვს ზაურ გონაშვილს, მის ოჯახს და მის შვილებს. ბევრი ისეთ საინტერესო წიგნი გამაკითხა, რომელიც მე არსად არ მენახა. და ეს წინაპართა ის როგორ უყვარდა, როგორ განათლება, ნეტავსაც წაიკითხე ეს ამდენი სადმირე მეთქი შენ ასეთი ისტორია, ისევე წინაპრები, როგორც თევდორე ბერი უყვარდა, გლეხი ბოსტაშვილი, ასევე დიდი სასულიერო ისენი გიორგი მთაწმინდაზე უყვარდა ლაპარაკი ექვთიმე ათონელზე და ამ უდიდეს იმეებზე ლაპარაკობდა დავით გურამიშვილს ხო აღმერთებდა რაფიელერის თავს და ეს და სამშობლო უყვარდა უზომოდ და აი ერთ პატარა ლექს თავის მამულს როგორ უწერდა. თვითონ კი ამბობდა მე პოეტი არა ვარო და ყოველად მომეძახით პოეტს, მაგრამ ეს თავდამლობით იყო ყოველთვის. აი ნახოს თვითონ მკითხველმა განსაჯოს, იყო თუ არა პოეტი. მამულს ბევრჯერ მოგვიხდა ურჯულო, გადაქცეული მხედსა და მამულო შენი წაგლეჟა, ჩვენი მოსპოვა ეწადა, ვერ აისრულა წადილი, თუმცა მრავალჯერ ეცადა წერს უხდებოდა ქართველი ფარაბჯრიანად ლეწავდა თვითონაც სისხლში მოსვლილი კამაგასაო ხიოდა თავის მიწაწყალს იცავდა მზე მასზე დამოსდიოდა არ უტკებოდა სიმცირით ერთი მრავალსა ხდებოდა სამშობლო საკურთხეველზე სანთელი ვითად დნებოდა აი ერთი ის ლექსი ძალიან მომწონს მე ეს ლექსი ბევრი ლექსი მომწონს ეხლა აქ დროის სიმცირის გამო არა გვაქვს ჩვენ ბევრი ის რომ წავიკითხოთ იქ გორის ძირში ლამაზი ერთი ასული სახლობსა ხედაღა იმას დარაჯობ ხელი არავინ ახლოსა იმზე თუ ნახავს ვუგებდი ბროლის კოთ სამოსახლოსა ვემუდარე და ვიაჯე არ გამიკარა ახლოსა
იქ გორის ძირას ლამაზი ერთი ასული სახლობსა არა ის ვარ თქვა შემიძლია ძილში პეპელას ვიწერდი ხელიდან მიზურებოდაო მეორე დილით შენ შემხვდი სიზმარი მიხდებოდაო გაზაფხული და აპრილი ხელახლა იწყებოდაო ვერ გაგიბედე მიყვარხარ რაღმერთი მისხრებოდაო ზეპირად ბევრი ვიცი მეზაურის ლექსები და ეხლა მაპატიეთ ბევრი მინდა რომ წავიკითხო მაგრამ დასვენებაში ეს ლექსი დაუწერე და ზედმეტი აქ არაფერი არ დამიწერია გისმენთ ეს ლექსი წავუკითხე მე ანუ რამდენიმე დღის წინ დაწერეთ ეს გამოსათხოვარი ლექსია რო კი ბატონო გამოსათხოვარი დავარქვი და დასვენების დღეს წავუკითხე ხალხს და მისი სულის წინაშე ყოველთვის მე ვიცი რომ მისი სული არსებობას განაგრძობ და სადღაც აქვია და ჩვენ ვერ ხედავთ ხოლმე უბრალოდ საქმენი შენი გაფასებენ მადლით შემოსილს შვიდობით ზაუ ცრემში ვდგავართ ახლა ყელამდე განისხნა კარნი ზეციური საქართველოსი ღმერთი მიგიძღვის საუკუნო სასუფლებლამდე ვალმოხდილი ხარ მოწმე დაგყავს მთელი სოფელი ვალმოხდილი ხარ უფლისა თუ ხალხის წინარე სამოთხის კართან გელოდება მამა მშობელი სვებედნიერი ამაყი და პირმო მცინარე ტაძრებს აგებდი თავზე გედგა წმინდა სამება შენს გამოვლილ გზას ალამაზებს კვალი ნათელი სამკვიდრებელი განგიწეს ეს ერის მამებმა და დიადემას გიმზადებდა გრიგოლ ხანძთელი მუზას ხშირად გაკითხავდა კეთილხმიანი ხმატვილად ჟღერდა შენი ჩანგი შენი ფანდური აქვე დარჩება მარად შენი ლექსი ფრთიანი შენ ზვირფას ხალხში მარგალიტად მიმოფანტული საქმენი შენი გაფასებენ მადლით შემოსილს მშვიდობით ძმაო ცრემში ვდგავართ ახლა ყელამდე განისყნა კარნი ზეციური საქართველოსი ღმერთი მიგიძღვის საუკუნო სასუფლებლამდე დიდი მადლობა ლევან შენც მინდა 2-3 სიტყვით ზაურის შესახებ ეხლა ნატომო და თამაზიმო სიმდენი ილაპარაკს რამ კაცს ელაპარაკი შეიძლება გაუწყვეტი ილაპარაკო დილამდე იმიტომ რომ წელს გახდა 20 წელი და დედოფლის წყაროს მწერალთა კავშირი ჩამოყალიბდა 1996 წელს და იმის შემდეგ თითქმის აი 23 წელი ყოფილიყო რომ ერთმანეთს არ შევხედოთ რაღაცა მიზეზის გამო და თვითონ ზაურ გონაშვილი კიდე ეს რაღაც შეუფასებელი პიროვნება რაღაცას მეთყოდა ხშირად ყვაზე მარიგებდა მაგრამ მე რა ფიქრდებოდი ხოლმე და ისეთ რამეს მეთყოდა რომ მივხვდებოდი რომ მართლაც მეუბნება ხან ისეთ მეთყოდა რომ ვერ ვიგებდი რას მეუბნება მაგრამ მე რა დავფიქრდებოდი სულ ყოველთვის გვეთყოდა ხოლმე მოდით და ერთი გვაქვს ჩვენ კიდე ეგ ნამდვილად მე მინდა რომ ტელევიზია მას გადაიღოს სახელოს მას ზაური ზია შრომობდა თავისი წლების მანძილზე ის გადავაკეთე და დაუძახეთ მუზათა საუბრო ავაშენეთ ბუხარი ჩვენ აგვაშენოთ ჩვენ ვეხმარებოდით ოთახი გავაკეთეთ სპეციალური და იქ მივდიოდა ხშირად მოდით ხოლმეო და ბოლოს იტყოდა ხოლმე ახალ ლექსები მოიტანეთ და წამიკითხოდა ბოლოს გვეთყოდა ხოლმე რომ მეო ჩვენ ვეთყოდით ნუ გეშინია ზაურები და ილიას ქორწილში შეიძლება გაცეკოთ ჩვენ თორას ვისეკოთო და არაო იქამდე ვერ მივახსენებო და მინდა რომ ზუსტად შვილიშვილი პატარა იზანატრის შვილიშვილი პატარა ილია ღმერთმა მასლა გავუზარდოს და ეს ლექსი რომელიც ეს არის ზაურის ლექსი რომელიც მიყარდა მაინც ატყოდა ხოლმე ამას და ნუსტერ ვეუთხები გასო ნუსტერო მოკვდები არაფერ არ მოგიომეთ ჩვენ ვაიმედებდით ხოლმე ერთხელ მეც მომკლავს სიკვდილო შეწყდება ჰარი ჰარალო სისხლო დაშრები ძარღვებში გულო მიმტყუნე ბალალო არ დამჭირდები რვეულო არ დამჭირდები კალამო არ შენ ლექსებო ნანატრო ყდარს გულს რა თუნდა მალამო აღარც ქაფჩა და ჩაკუჩო აღარ შვეულო დალარო არ დამჭირდები საფქარო აღარ შევრო და მარანო აღარცა თიხის ხელადა არც მარგალიტო დალალო დაქტოვებთ თებო ველებო დაქტოვებ გრძელო დალალო იქ მივარ საცსა მუდამოდ მამა პაპანი მყვანანო იქ არაფერი სჭირდება სადაც ისენი წვანანო აი ამ ლექსში შეიძლება ყველას წარმოუდგენა ქონდეთ ზაური ზიაზე და როგორი ადამიანი იყო
ნატო ბოლო წიგნია ხო ეს რაც ხელში მიჭირას შენი რედაქტორობით გამოვიდა და ამის შესახებ რო გითხრა რა ნაწილია ამ წიგნში შესული მისი შემოქმედების ამ წიგნში არის მისი შემოქმედებიდან რაღაც მცირე ნაწილი რომელიც გამოუქვეყნებელი იყო ასე შევაჩიეთ მანამდე დაიბეჭდა კიდევ სალბუნებში წერანაც აღნიშნე და გამოვიდა წიგნი ფიქრი გორა რომელშიც გარკვეული ნაწილი იყო შესული ამ წიგნში არის აგრეთვე მისი მეუღლის გიული სამუკაშვილის ლექსები გაეცნობით მერე ნატო ბოდიში რა ცოტა დრო გვაქვს და გისახსოვროთ ეს წიგნი და რომ გაეცნობით დაწმუნებულება ძალიან მოგეწონათ ჩიბავები ასეთი ლექსი აქვს გიული უდუშაურია გვარად სპორტაშვილის სამუკაშვილები უდუშაურის გვარიდან მოდიან როგორც შიოლაშვილები ცელი მიწივის ბალახის ყნესა იქცევა ყვირილად დარჩება ღია თვალები წელ გამოღადრულ გვირილას არვის ადარდებს სამყურას სული ხელიდან ეცლება გულს არ ვისასკენს დამფრთხალი ლურჯი თვალების ცეცება ცალი მიწივის თიბავებს ჩარი გებულებს მხედრებად რამდენი ტურფა ყვავილის სიცოცხლე დაეყვედრებად დიდი მადლობა ნატო რამე რჩება მისი შემოქმედების რომელიც გამოუცემელია და ეხლა შეიძლება რომ დღის სინათლე იხილოს რა თქმა უნდა ბატონ ზაუს ძალიან ბევრი ლექსები ქონდა ეს 2 და 3 წიგნივე დაიტევდა ამას და იმედი მაქვს რაღაც მოიძებნება კიდევ დრო საშუალება ამისთვის და წიგნი თუ არა კრებულში მაინც შევა ის ლექსები და იხილავენ დღის სინათლეს იმედი მაქვს ამისი იმიტომ რომ ძალიან კარგი ლექსები აქვს და სასურველია რომ მკითხველამდე ისინიც მივიდეს ზოგადად სხვა წიგნებიც გამოცემულია მისი ამის გარდა კი არის კი მეორე კრებულიც არის ასეთი ფიქრი გორა ის მანამდე გამოიცა და იქ არის შესული მისი ქალიშვილის, მისი და მისი მეუღლის ლექსები ასე. დიახ, ზოგადად მეც სამძიმარს გამოუცხადებ გარდაცვლის ოჯახს და ყველა თქვენგანს, იმიტომ რომ თქვენი ღირსეული კოლეგა იყო. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის დედოფლის წყაროს მწერალთა ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ გადაცემაში ნატო ყატაშვილი აფაქიძე, თამაზ ციკლაური და ლევან ალავერდაშვილი სტუმრობდნენ ჩვენს სტუდიას. დღეს დაგველოდეთ 9-ის ნახევარზე სიღნაღის გამგებელი იქნება ობიექტივის სტუდიის სტუმარი და სიღნაღელებს შეგიძლიათ კითხვები დაუსვათ. თქვენ კი დედოფლის წყაროს საათს უყურებდით. მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. ყოველ კვირას 17 საათსა და 30 წუთზე ობიექტივის ეთერშია ток-შოუ დედოფლის წყაროს საათი. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით უკვე სამშაბათს 13 საათსა და 30 წუთზე. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ენდობით ობიექტივს. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ობიექტივის ეთერში. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი აცხადებს წინა საარჩევნო მობილიზაციას და ცხადია ჩვენ თვითეული თქვენთაგანის იმედი გვაქვს. გამარჯვებისთვის